საყოველთაოდ ეს არის ქრონიკა 8 საათზე ახალამებს თამთა გაზაშვილი გიამბობთ. ეს მთავარ გამოშვებაში ნახავთ. ხანძარი სოფელ დაბასთან. გამხმარი ტყდება ეს ცეცხლი რო ეკიდება, ვარდება და სადაც ვარდება იქ აჩეს ხანძარს. მოსახლეობა აქედან დაახლოებით არის რაღაც 1-2 კილომეტრში. როგორ მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო სამუშაოები და ემუქრება თუ არა საფრთხე მოსახლეობას? პირდაპირ ჩართვა ბორჯომის ხეობიდან. რატომ არ იყო დაზღვეული მეორადი ავტონაწილების მაღაზიები ისნის ბაზრობაზე? დაზღვევა არ მქონია და მე არ მაქვს არანაირი კანონი. მოთხოვნის უფლება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ ელემენტარული უსაფრთხოების პირობები იყოს დაცული. ადმინისტრაცია მოვაჭრების დასახმარებლად გამოსავალს ეძებს. ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულებს გლოვობენ. არ მეშინია ტერორისტების, ისინი ლაჩრები არიან. ვინ იყო კატალონიის ტერაქტების ორგანიზატორი და რა ვერსიებზე საუბრობს გამოძიება? წაღვერის ტყის მასივში ვითარება უცვლელია, ცეცხლი დაახლოებით 1 ჰექტარზეა მოდებული. უკვე რამდენიმე საათი ადგილზე სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენიც, თუმცა საჰაერო დახმარება ახლა შეჩერებულია. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალყურს თუ რა ხდება ამ წუთებში ბორჯომის ხეობაში, ეს არის დრონით გადაღებული კადრები. დავით საგარელი მოგუყვება ბორჯომის ხეობიდან. უახლეს ინფორმაციას დავით, პირველ რიგში თუ არ შეცვლილა მდგომარეობა და ხანძარი არ არის ლოკალიზებული, რატომ შეაჩერა მუშაობა ვერტმფრენმა? თამთა გეტყვი რომ ვერტმფრენმა მუშაობა მხოლოდ დილის 6 საათამდე შეაჩერა, ვინაიდან საღამოს საათებში ეს დაუშვებელი არის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და ვერტმფრენი მხოლოდ დილის 6 საათზე კვლავ განაახლებს მუშაობას, მანამდე კი ამ მთის ფერდობზე კვლავ რჩება 100-მდე მეხანძრე მაშველი, რომელიც ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას და ჩართულია სამაშველო ოპერაციაში. გეტყვით ასევე რომ რამდენიმე წუთის წინ ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ბორჯომის გამგებელი და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორი, რომლებიც შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ. დაახლოებით 1 ჰექტარამდე ტყე იწვის, მობილიზებულია სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ერთადერთი რაც ართულებს სიტუაციას ის არის, რომ მიუვალია ძალიან ადგილი და ტექნიკა ვერ ახერხებს ადგილზე მისვლას და ხედავთ, რომ ასევე ძლიერი ქარია, რომელიც ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას. ადგილზე მობილიზებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, რომელიც ახორციელებს წყლის დასხმას 112 მთლიანი შემადგენლობა რეგიონის და სატყეო სამსახურის მთლიანი შემადგენლობა რეგიონის. მთავარი მიზანია, რომ ცეცხლი ქარიდან გამომდინარე არ გავითარდეს, არ გაძლიერდეს. გეტყვით რომ თითქმის საათნახევრის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებითი ბრიგადების გამოძახების შესახებ, ისინი თბილისიდან გამოიძახეს და ისინი ეხმარებიან ადგილობრივ მაშველებს, ასევე ხანძრის ლოკალიზების და სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულები ადგილობრივებიც, მათი ერთი ნაწილი მთის ფერდობიდან რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა და ჩვენ გქონდა საშუალება გავსაუბრებოდით მათ, როგორც ისინი აფასებენ, საკმაოდ რთული ვითარება არის შექმნილი ამ დროისთვის. ხანძარს ახლა COVID-დან ვერ უახლოვდებით, იმიტომ რომ ძალიან დაღმართია რა და ეს ძველი დამწვარი 2008-ში რაც დაიწვა, ის ხეები გამხმარი ტყდება, ეს ცეცხლი რო ეკიდება, ვარდება და სადაც ვარდება იქ აჩეს ხანძარს რა. აქ ქვედა მხრიდან გამორიცხულია რომ მიუდგეს ადამიანი, ვერც ფიზიკურად, ვერც იშრომეთ, ვერც ბარით, ვერც ლაპატკით, რომ რაღაც საშუალებებით შეაჩერო რა. სახლებამდე არ ჩამოახსენს, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ იქ ღელეც გამოდის და ღელეზე არ გადმოვა რა იქ. თან ახლა იქ სახანძროებიც არიან დაბლა მხარეს. როგორც თქვენ მოისმინეთ, სოფლები დაბა და ყვიბისი, რომლებიც ხანძრის უშუალო სიახლოვეს არიან ამ დროისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მეხანძრე მაშველები აგრძელებენ მუშაობას, ასევე გეტყვით, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ამ ტერიტორიაზე უკვე მეორე ხანძარია 27 ივლისს წაღვერის ტყეში და გაჩნდა ხანძარი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით და შედეგად დაიწვა 6000 კვადრატული მეტრი ფართობი.
მადლობა დავით საგარელი საუბრობდა ბორჯომის ხეობიდან. ახლა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა გვერდდება ქრონიკის ეთერში. მოგესალმებით ბატონო თორნიკე, მადლობა რომ გვერდთვებით. პირველ რიგში ვითარება არ შეცვლილა, თუმცა უკვე შეუძლებელია ვერტფრენით მუშაობა. რა არის გეგმა, არსებობს რაიმე საშუალება იმის, რომ კიდევ უფრო მასშტაბური სახე არ მიიღოს ხანძარმა? საღამოშვიდობისა, მასშტაბური გეგმა არის ის, რომ ადგილზე რჩებიან როგორც მაშველები, ისე სატყეო სამსახური მთელი რეგიონი, ასევე გამოზახებული მყავს მეზობელი რეგიონი შიდა ქართლიდან, დაახლოებით 120 კაცამდე სატყეო სამსახურის თანამშრომლები რჩებიან, 150 კაცამდე უკვე სამაშველო სამსახური არის ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში იმორიგებებენ და ასე ვთქვათ თხრილებს აკეთებენ. ვერტფრენმა კი შეწყვიტა, მაგრამ დილის 6 საათზე ჩვეულებრივად განაახლებს სამაშველო სამუშაოებს. იქ რაღაცა ბილიკების გაწმენდა მიმდინარეობს, რომ მოახერხოთ ტექნიკური და ჟანგების ასოციაციას აკანა. ბატონო თორნიკე, ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლის კომენტარიც მოვისმინეთ, ასევე თქვენ წინა ჩართვაში განაცხადეთ, რომ ადგილი და ტერიტორია, სადაც ცეცხლი არის გაჩენილი, ფაქტობრივად არის მიუვალი. ამ შემთხვევაში, მაშინ როდესაც საჰაერო დახმარების გარეშე მოგიწევთ ხანძართან ბრძოლა, რა არის გეგმა, როგორ უნდა იმუშაონ მაშველებმა? მიუვალი არის უშუალოდ ცეცხლის კერა, მაგრამ გარშემო მუშაობენ მაშველებიც და ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებიც, რომ თხრილებს აკეთებენ, რომ არ გამოხდეს გავრცელება, კიდევ უფრო შემდგომი გავრცელება ცეცხლის. მოგეხსენებათ, რომ უკვე სადღაც გექტარს აცდა ფართობი და ზუსტად ეს გვინდა, რომ თხრილები იყოს გაკეთებული, სანამ მიუახლოვდება ტექნიკა, ანუ მიმდინარეობს ბილიკებით გზების გაწმენდა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ვერტფრენს მივაშველოთ, ეს სამაშველო სამსახური ვცდილობს, რომ ვერტფრენს მიაშველოს ძალა, რომელიც შლანგებს აიტანს და წყალს მიესხავს ამ ხანძარს. ამის სამუშაოებს ვატარებთ ახლა. ბატონო თორნიკე, რომ დავაზუსტოთ 17 საათისთვის, როდესაც თქვენ პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდით, დაახლოებით ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული ცეცხლი, გაიზარდა როგორც ჩანს ეს ტერიტორია. დიახ, გაიზარდა ცეცხლი, მე მოგახსენეთ, რომ ძლიერი ქარია და ამ ქარის შედეგად ტერიტორია გაიზარდა. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ხეები, ასე ვთქვათ, ეს ტერიტორია ტყეში არ არის ჯერ გადასული და არის აი როგორც წინა ჩართვაში მოგახსენეთ და ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მოგახსენეთ, არის ძველი ხეები, გამხმარი, რომელიც იწვის და შემდეგ ბალახზე გადადის და ეს ტერიტორია ძირითადად ბალახი არის და ბუჩქნარი, სადაც გაიზარდა. ანუ არაერთხელ გაისმეს მოსაზრება და მეც კითხეთ ამის თაობაზე 17 საათისთვის, ახლაც უნდა კითხოთ აუცილებლად, ანუ კვარის შემცველობასთან დაკავშირებით ის საფრთხე, რომ ეს უფრო აალებადი ნივთიერებაა, რაც ბორჯომის ხეობას თავისთავად ახასიათებს, იმ ხეებამდე ჯერ მისული ცეცხლი არ არის, შესაბამისად ამ აალების საფრთხე უფრო ნაკლებია, რომ დავაზუსტოთ თუ შეიძლება. აალების საფრთხე ხა ამ წუთას რო გითხრათ, დამოკიდებული არის ქარზე. თუ ქარი ჩაწყნარდა, მოგეხსენებათ, ხანძარი ღამის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ბჭყალებში იძინებს და ამის გარანტიას ეხა ვერავინ ვერ მოგვცემთ, რომ აალდება თუ არ აალდება. ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ხანძარი იქნეს ლოკალიზებული და არ განვითარდეს და უფრო მეტი არეალზე არ გადაეცა. ესაუბრეთ თუ არა გარემოს ეროვნულ სააგენტოს და როგორია პროგნოზი, მაგალითად გაძლევენ თუ არა დამაიმედებელ პროგნოზს, თუნდაც ქართლთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ვესაუბრეთ ჩვენ კოლეგებს ვესაუბრეთ, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ისედაც კოლეგები ვართ. მოგეხსენებათ სატყეო სააგენტოც გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვის ერთ-ერთი სააგენტოა და სამწუხაროდ ხვალ წვიმას არ ველოდებით. გასაგებია. ამინდი ისევ ცხელი ამინდი იქნება და ყველანაირად შევეცდებით, რომ ჩვენი ძალებით მოვახერხოთ ხანძრის ლოკალიზება. დიდი მადლობა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა გვერდთვებოდა ქრონიკის ეთერში წარმატებები მაშველებს, როგორც უკვე მოისმინეთ. 1 ჰექტარზე გაცდა უკვე ხანძარი, ტერიტორია მოდებული არის ცეცხლი 1 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე და ახლა უკვე მაშველები ვერტფრენის გარეშე საკუთარი ძალებით ცდილობენ, რომ კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს ცეცხლი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რა ხდება ბორჯომის ხეობაში, ეს არის ტყის მასივი, სოფელი დაბის მიმდებარედ.
ახლა მაშველები უკვე ცდილობენ ადგილზე რომ შექმნა სპეციალური ხელოვნური ბარიერები, რათა ცეცხლი უფრო მეტად არ გავრცელდეს. მე აქვე გეტყვით, რომ არაერთხელ აღინიშნა დასახლებულ პუნქტებამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ამას ამბობენ სპეციალისტები, რადგან ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უბერავს, ასევე როგორც ადგილობრივმა განაცხადა, არსებობს ბუნებრივი ბარიერი და მოსახლებამდე ცეცხლი ვერანაირი გზით ვერ მიაღწევს. თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ ახლა რა ხდება წაღვერის ტყის მასივში, ჩვენ ამ კადრებს დავტოვებთ რა თქმა უნდა და მთელი გამოშვების განმავლობაში შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ ამ კადრებს. ხანძარი იყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ბალახს და წიწვოვან მცენარეებს გაუჩნდა. დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი. ახლა სწავლობენ ისნის ავტობაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგებს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე გამომძიებლები მუშაობდნენ. დაზარალებულები ამბობენ, რომ ჯიხურები დაზღვეული არ ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მათ მომსახურებაზე უარი უთხრეს. რატომ არის პრობლემური მეორადი ნივთების დაზღვევა და რა განმარტებები აქვთ კერძო კომპანიებს? თემით ლევან ფოჩხუა დაინტერესდა. ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეებს დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა ისევე კრძალებათ. პოლიციას ეს ადგილი შემოსაზღვრული აქვს და საგამოძიებო სამუშაო საწარმოებს. მიმდინარეობს ზარალის აღწერა. მოვაჭრეები აქ დილიდან შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ ძალიან იზარალეს დახმარებას კი ბაზრობის ადმინისტრაციას თხოვენ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ინდმეწარმეებს სავაჭრო საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ისინი უარით გაისტუმრეს. ფესვები უნდა გქონდეს გამაგრებული კანონიერად. რო ზარალის ანაზღაურებას დაველოდო. დაზღვევა არ მქონია და მე არ მაქვს არანაირი კანონით მოთხოვნის უფლება. დაზღვევა რატო არ მქონდა? შეუძლებელია მეორედ ავტონაწილებში დაზღვევა გავაკეთო, თვითონ კომპანია არ დაგისხმევს. მოუწყობელი არის ხო, ჟესტით არის აწყობილისა და ყველაერიდება, რომ აქ პოლიცია შეიძლება მოხდეს რაღაცა ისეთი, რომ დაიწოს. იმათ რა შეაწყოს ეს ობიექტი, რომ დააზღვიონ და იზარალონ თვითონ, ხო? ანუ ქონდათ ისე, ხო? მე ყავდა მოყვარილი და არ დამიზღვიოს. ბაზრობის ადმინისტრაცია შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. მმართველი კომპანიის დირექტორი დაზარალებულებს დახმარებას პირდება. ბექა მახარაძე ამბობს, რომ განიხილება რამდენიმე გზა. მათ შორის დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებისგან დროებით გათავისუფლება. თუმცა ეს მხოლოდ კომპანიის გადასაწყვეტი არ არის. გადავხედავთ ფინანსურ სიტუაციას, რისის საშუალებაა კომპანიას სერიოზული კრედიტი აქვს აღებული და ამ კრედიტის დაფარვას უნდა საკმაოდ სოლიდური თანხები მიდის ბანკში, ხო და რისის საშუალებაც იქნება აუცილებლად ეხლა არასდროს არ გამდგარავთ გვერდზე და უპატრონოდ არ დაგვიტოვებია ინდმეწარმეები თანამშრომლობდნენ. მეორადი ავტონაწილების დაზღვევა რომ მართლაც არის ხო, ამას სადაზღვევო კომპანია GPI-შიც ადასტურებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაზღვევის სურვილით ამ კონკრეტული ბაზრობიდან არავის მიუმართავს. თინათინ სტამბოლიშვილის თქმით, იმისთვის რომ კომპანიამ ესა თუ ის ობიექტი დააზღვიოს, მათ უსაფრთხოების მინიმალური პირობები მაინც უნდა დაინახონ. თუ კი არ არის დაცული ელემენტარული უსაფრთხოების პირობები, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ობიექტის დაზღვევას, ვინაიდან ჩვენც ამ დაზღვევის დროს ხდება რისკის შეფასება, ეს იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ჩვენთვის თავარია, რომ დროულად, რაც შეიძლება მაქსიმუმ ოპერატიულად ავანაზღაუროთ, ხოლო თუ კი ვინმე ესეთი ობიექტის დაზღვევაზე, სადაც არაფერი არ არის დაცული და ერთმა ნაპერწკალმა შეიძლება ისეთი რისკი დადგეს, რომ შეუძლებელი იყოს შემდეგ ამის წინასწარ გათვლა, არის უბრალოდ ან არასერიოზული, ან არასწორად ახდენს რისკის შეფასებას. ისანში მდებარე მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გამთენიისას გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო ბრიგადა ადგილზე მალე მივიდა, ცეცხლი 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მაინც გავრცელდა. საერთო ჯამში დაახლოებით 40-მდე მაღაზია დაიწვა. დაზარალებულების ერთ ნაწილს დამწვარი დახლების დათვალიერების საშუალება გუშინ მიეცათ. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
თემაზე საუბარს განვაგრძობთ სტუმართან დავით ჩიჯავაძე უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში, სანამ არსებულ რეალობაზე ვისაუბრებდეთ, საინტერესოა რამდენად გამართულია ჩვენი კანონმდებლობა სახანძრო უსაფრთხოების მხრივ, რამდენად ითხოვს კანონი საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის ბაზრობებზე, დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოება. ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც ამჟამად არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოებას, ეს არის 370 დადგენილება საქართველოს მთავრობის და მის დანარჩი გაწერილი მოთხოვნები. რაც შეეხება კონკრეტულად ბაზრობებს, ეგრე გამოკვეთილი ბაზრობები არ არის, მაგრამ იქ არის მითითებული თუ როგორ უნდა იყოს ეს ადამიანთა თავშეყრის ადგილები, შესაბამისი საწყობები და ასე შემდეგ, შესაბამისი ცეცმაქრებით გამომდინარე კლასიფიკაციიდან. აი ხანძრების კლასიფიკაციიდან. ბატონო, და ერთია კანონმდებლობა, მეორე აღსრულება, ეს რამდენად შეესაბამება რეალურას, ადეკვატურია რეალობა კანონმდებლობასთან, დაცულია კანონი ჩვენს ბაზრობებზე. ვიცი, ძალიან კარგი კითხვაა და მინდა ვისესხო ერთი პატარა სიტყვა წინა ჩართვიდან, როდესაც ქალბატონმა დაზღვევასთან დაკავშირების ახსენა რისკების შეფასება. ზოგადად შრომის უსაფრთხოება მოიცავს 25 მოდულს, მათგან ერთ-ერთი მთავარია რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე და მეორე არის სახანძრო უსაფრთხოება. აი ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ორივე ეს საკითხი. როდესაც ადგილზე მიდიხარ და შენ ნახულობ, რომ იქ არანაირი პროფილაქტიკური ღონისძიება არ ტარდება და ალბათობა არის ძალიან მაღალი ხანძრის გაჩენის, აქ ფაქტიურად კანონმდებლობასთან შეუთავსებელია ეგ საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კანონმდებლობაში იყოს რაღაცა პატარა ისეთი უზუსტობები, რაც დღევანდელ 370 ბრძანებას აქვს, რაც არის ეს ხანძრის დარეგულირების მენეჯმენტი, ერთ-ერთი მთავარი, მეორე კლასიფიკაცია ხანძრების ევროპულ და ამერიკულ კლასიფიკაციასთან, მაინც თუ შესრულდა აი ეს მომენტი, რაც არის იქ ჩართული, რისკის დონე იწევს ძალიან დაბლა, იმიტომ რომ რისკის აქვს ორი მახასიათებელი, ეს არის ალბათობა და შედეგების სიმძიმე. ამ შემთხვევაში ალბათობაც მაღალია ხანძრების გაჩენის და შედეგების სიმძიმეც საკმაოდ მძიმე. არსებობს რაიმე მონიტორინგი, მაგალითად გასაგებია, რომ დაზღვევის აგენტი მივა ადგილზე და აღმოაჩენს, რომ იქ არ არის ნორმები დაცული, თუმცა არსებობს თუ არა რაიმე ხელისუფლების მხრიდან მონიტორინგის ბერკეტი, რომ მივიდნენ და შეამოწმონ დაცულია თუ არა თუნდაც ადამიანების სამუშაო გარემო. აი ერთადერთი ამ შემთხვევაში შემიძლია ვახსენო შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახური, მაგრამ იმდენად მცირე არის ეს ჯგუფი, 25 კაციანი ჯგუფია, რომელიც საქართველოს ვერ გაწვდება. ამიტომ შეიძლება აქაც თქვა, რომ რისკის დონე ის რომ ესე იგი ისინი ვერ მივლენ იმ ადგილას არის საკმაოდ მაღალი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ თვითონ ყველა უბანს აი შესაბამის უბანს, სადაც არის ეს ბაზრობები ყავდეს, ესე იგი მიმაგრებული ადამიანი, ან თვითონ საგანგებო სიტუაციიდან 112-დან მიდიოდეს ეს ადამიანი, ამოწმებდეს იმ ადგილს და აძლევდეს რეკომენდაციას. თვითონ ამ მონიტორინგის სამსახურს არ აყავს, არ აქვს უпростоრად რაღაც სანქციის დაწერის უფლება. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციის უფლება აქვს. და ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს თუ არა კერძო მესაკუთრე, ეს კიდევ მეორე საკითხია. რამდენად აფასებს რისკებს თავად ბიზნესი, რადგან ეს საკითხი აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც უკვე მოვაჭრეები კომპენსაციას ითხოვენ. არსებობს ბიზნესის სწორი მართვა. ეს უფრო სწორი თქმა, ვიდრე კარგი ბიზნესმენი. ამიტომ მის ვინც ბიზნესს სწორედ მართავს და აქვს ინფორმაცია, დღესდღეობით არის ყველაზე მთავარი ინფორმაცია. შრომის უსაფრთხოების შესახებ თუ გაქვს ინფორმაცია, იცი რომ ესე იგი არსებობს სხვადასხვა რისკები, სატრანსპორტო რისკები, დაგვიანების რისკები, ქონებრივი რისკები, რახან ქონებრივი რისკი არსებობს, ამ შემთხვევაში შენ დააზღვევ საკუთარ ბიზნესს. ეხლა იყო აი წინა სიუჟეტიდან კიდე თქვა, რომ ესე იგი არ გვიზღვევენ ჩვენს მეორად ავტო ნაწილების დაუშვათ ბიზნესს, ხო? ამ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ესე იგი ქალბატონი, რომელიც პასუხობდა, რომ ვერ დავაზღვევთ, იმიტომ რომ არ არის შესაბამისი უსაფრთხოების ზომები დაცული და არის რისკის მაღალი დონე. თუ თვითონ სადაზღვევო კომპანიებს არ უნდა დააზღვიონ,
უნდა მაშინ მოთხოვონ რა უნდა გააკეთონ. ამასაც ხო არ ითხოვს. ეხლა ეგ ვიცი ძალიან მომეწონა ქალბატონის საუბარი, მაგრამ შეეთავაზებინათ, რომ თქვენ გააკეთეთ ეს და ჩვენ ვიქნებით დავუშვათ თქვენს ერთ ნაბიჯზე, ჩვენს გადმოვდგავთ მეორე ნაბიჯს. აი მიუხედავად იმისა, რომ მე გითხარით მაქვს ამ 371 ბრძანებასთან, რომელიც არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს, რაღაც გარკვეული შენიშვნები, რა თქმა უნდა, თუ ამას შევეხები მე ევროპულ გამოცდილებასთან, ხომ? იქ თუ შესრულდა ის, რაც წერია იქ, ხანძარი ნამდვილად იქნება მინიმალურ დონეზე დასული. ბატონ დავით, მსგავსი ვითარების დროს პასუხისმგებლობის რა წილი მოდის ადმინისტრაციაზე და რა თავად მოვაჭრეებზე. თავად მოვაჭრეებიც თუ უნდა იცავდნენ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს. თქვენ ახსენეთ, რომ სადაზღვევო მიქონდა უთხრას გარკვეული რეკომენდაციები მისცეს, თავად მესაკუთრემაც უნდა დაიცვას, თუმცა მაშინ, როდესაც უკვე მძიმე შედეგი გვაქვს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა განადგურებული, ვის რა წილი პასუხისგებლობა ეკისრება ამაზე? აი აქ არის ზუსტად ჩასართავი ეს იურისპრუდენციული საკითხი. როდესაც მეიჯარე ხელშეკრულებას დებს კერძო პირთან, ვისიც არის კუთვნილი, იქ კანონი ამას არ ყოფს, იმიტომ რომ პირდაპირ მითითებულია, უბრალოდ ზუსტ ციტირებას მე ამ კანონიდან ვერ მოვიყვან, მაგრამ შინაარსი არის ის, რომ ვალდებულია მესაკუთრე დაიცვას ადგილზე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამიტომ აქ უნდა ხელშეკრულებას, როცა უდებს კერძო პირს, უნდა ჩაწეროს. ეგ არის ელემენტარული, რომ ამ ერთ პუნქტს თუ ჩადებს, უკვე პასუხისმგებლობა გადანაწილდება. რამდენად ხშირად მოგმართავენ, მაგალითად თქვენ ბიზნესი ხშირად გაკითხავთ ხოლმე, რომ დაუშვათ ინსტრუქტაჟი ჩაუტაროთ? გეტყვით, ძირითადად მსხვილი კომპანიები, იმიტომ რომ საშუალო კომპანიებიც თავს არ იწუხებენ და მსხვილი აი ძალიან დაინტერესებულია. რატომ ეს ძვირის სიამოვნებაა თუ უბრალოდ ამის კულტურა? არა, უბრალოდ ინფორმირება არ აქვს. ერთადერთი შემთხვევა მქონდა ძალიან პატარა მიკრო საწარმოსი, ეს იყო დაახლოებით 3 თუ 4 წლის წინ, რომელმაც აი ძალიან დაჟინებით ითხოვდა წავსულიყავი და თხოვა რომ შეემოწმებინა. ძალიან პატარა იყო, აი მიკრო საწარმო. მე მაქვს ჩემი არანაირი საკანონმდებლო მოთხოვნებს მე არ გამოვეკიდებიო, მე მინდა რომ ჩემი თანამშრომლებიო 5 კაცი მყავს რომ მყავდეს რომ დაცული და არ დამემართოს რამეო და ეგ იყო ერთადერთი შემთხვევა ამ მცირე ბიზნესიდან. გასაგებია, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, საინტერესოა ესეც, როგორ არის დაცული ბაზრობები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები ხანძრისგან. გასაგებია, რომ კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, იქ უფრო დახვეწილი იქნება, შესაძლოა თუნდაც არა, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი შემთხვევები უფრო ნაკლებად არის და შესაბამისად დაზარალებულების პრობლემაც უფრო მწვავედ არ დგას იქ იგივენაირად როგორც ჩვენთან. კი ბატონო, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეიძლება დღეს ჩვენ განვიხილოთ. ქართულ კანონმდებლობაში ამ კონკრეტულად ამ 371 დადგენილებაში გითხარით რომ მაქვს პატარა კორექტირება ზუსტად აი ამ საკითხთან დაკავშირებით. წერია ეგეთი რაღაც პირდაპირ წერია რომ ესე იგი ყველა ორგანიზაცია ვალდებულია წელიწადში ორჯერ კონდეს ან მოაწყოს სახანძრო საევაკუაციო სწავლება. როგორ უნდა მოაწყოს, ამის შესახებ არაფერი არ არის. და რაც შეეხება ევროპაში, ამერიკაშიც იქ თავის სტანდარტია NFPA 101, რომელიც უკვე გარკვეულწილად გვეხება გარკვეული კანონის მიღების გამო ამ შორს აგვიყვანს. იქ არის როგორ უნდა მოხდეს ხანძრის დარეგულირება. ხანძრის დარეგულირება ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ადამიანთა გადარჩენაში, იმიტომ რომ პრიორიტეტი ყოველთვის ხანძრის დროს ენიჭება ადამიანის სიცოცხლეს და შემდეგი მოდის უკვე კერძო საკუთრება. და როგორ ხდება ეს? ყველა მნიშვნელოვან არეალზე მოინიშნება ადამიანი, რომელსაც ეგრეთ წოდებულ მე დავარქვი ხანძრის დარეგულირების კოორდინატორი. ზოგ ხა ინგლისში ეძახიან ამას fire warden-ებს, ზოგი fire marshal-ებს. ტერმინის არსებითი მნიშვნელობა არა, ნამდვილად ამისი ფუნქცია არის მისი მონიშნული ტერიტორიიდან, რომ დროულად მოახდინოს ხალხის ევაკუაცია. თუ ესეთი ხალხი არ იარსებებს, მარტო ჩვენი კანონით რო თქვა, უნდა მოხდეს ევაკუაცია. როგორ უნდა მოხდეს? ვიღაცა დარჩა იმაში, თავის კაბინეტში და არ გამოვიდა, ხომ?
ესე იგი ეს ევაკუაცია არ ჩაითვლება სრულყოფილად. აი ერთადერთი აი ამ ხალხის ფაერვარდენების ინსტიტუტი, ანუ ხანძრის დამარეგულირებელი კოორდინატორების ინსტიტუტი დანერგვა თუ მოახდენს აი მის სრულყოფილ უზრუნველყოფას. ერთადერთი ეგ არის და ამის კორექტირება ამით ხდება. სხვანაირად გამორიცხულია. აი აბსოლუტურად გამორიცხულია. გასაგებია ბატონ დავით, აუცილებლად უნდა გკითხოთ ღია სივრცეებზე, განსაკუთრებით ტყეებზე. ახლა მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს, რა ხდება ბორჯომის ხეობაში. სოფელ დაბასთან საკმაოდ მასშტაბური ხანძარი არის გაჩენილი. როგორ შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში პრევენცია და რამდენად ეფექტური მეთოდებით ვებრძვით საქართველოში ტყეების ხანძარს? აქ პირდაპირ რისკების შეფასება ერთვება. გითხარით, ესე იგი ორი რისკს აქვს, ორი განსაზღვრის დონე, ალბათობა და შედეგების სიმძიმე. თუ ჩვენ განსაზღვრავთ, ანუ ვიცით, რომ რისკის დონე არის ამა თუ იმ ადგილას მაღალი და 2008 წლის მერე რა ხანძრის მერე გამომშრალია ტყეები, აქ უნდა ჩაერთოს როგორც სატყეო დეპარტამენტი, უნდა მოხდეს ხეების გამოხშირვა, შეიძლება ეს დაკავშირებული არის ესე იგი უგზოობასთან, ამიტომ უნდა პრევენცია ეხლა ვერ მოხდება. ეხლა უკვე უნდა მოხდეს ხანძართან ბრძოლა. პრევენცია ხდება მაშინ სანამ რამე მოხდება, იმიტომ რომ პროფილაქტიკა ბევრად უფრო იაფიჯდება, ვიდრე მისი შემდგომი უკვე შედეგებთან ბრძოლა. რა თქმა უნდა. ეს ჩემი ნათქვამი არ არის, ეს უბრალოდ ვისესხე ეგეთი ფიზიოლოგი იყო ილია მეჩნიკოვი, დაავადების აცილება ბევრად ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მის მიერ გამოწვეული ზარალის შემდეგ აღმოფხვრა. ამიტომაც, თუ ვიცით, რომ აქ არსებობს მაღალი საფრთხე და ალბათობა, ანუ უკვე გამოდის ფაქტიურად რისკი, ამიტომ იქ უნდა იყოს გაყვანილი გზები, უნდა იყოს მონიტორინგი, მოინიშნოს არეები და მოხდეს პატრულირების მიერ ამ მონიტორინგის გახორციელება და ხანძრის პირველადი კერის ჩაქრობა არის ძალიან ადვილი. შემდგომი რასაც ახლა დავუშვათ უკვე მიდის ხანძრის ბრძოლა, აქაც შეიძლება უბრალოდ ვისესხოთ ერთი ძალიან კაი მომენტები. არსებობს თანამედროვე ხანძრის ჩაქრობის მეთოდები, უკვე ცეცხლმაქრებზე ბევრად მაღალი არის ეგრეთ წოდებული სახანძრო ეგეთი ბურთები, ანუ ჩავთვალოთ ბომბები, რომელშიც არის ჩატვირთული მშრალი ქიმიური აგენტი, რომელსაც აგდებ და ალის მოხვედრისას ფეთქდება და იმ კერას აქრობს. მე არ ვიცი ახლა არ მგონია რომ იყოს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დავით ჩიჯავაძე, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მადლობა ბატონ დავით. ჩვენ განვაგრძობთ სხვა თემებით გამოშვებას. ზუგდიდის რამდენიმე სოფელში თხილის და სიმინდის მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. მიზეზი აზიური ფაროსანა და სოკოვანი დაავადებებია. სოფელ დარჩელის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ თხილის და სიმინდის მსგავსად შესაძლოა ხილი და სხვა ტიპის ბოსტნეული გაუფუჭდათ. ყველა გაფუჭებულია ყველა. ნონა ჩანგელია ყოველწლიურად დაახლოებით 2 ტონა თხილის მოსავალს იღებდა. ამბობს, რომ მისი ოჯახის ძირითადი საარსებო წყარო სწორედ გაყიდული თხილიდან მიღებული შემოსავალი იყო. თუმცა წელს თხილი არათუ გასაყიდად ოჯახში გამოსაყენებლადაც კი არ ექნება. კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. შვილებისთვის საჭმელი არ აგუგექნება, არაფერი სესხები, ვალები რით დაუფაროთ, დაგვეხმაროს მთავრობა, რომ შეიწამლოს ეს რაღაცა ცოტათი მაინც შეანელოს ეს მდგომარეობა. მე მომავალშიც კიდე უნდა შეწამლვა. კიდე რაღაცა და ვიარსებებ, თუ არა და მოგდებით ხალხი. დარჩელელები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება წელს დაგვიანებული იყო და თუ შეწამლვითი სამუშაოები არ გაგრძელდება, მომავალ წელს ამ მცენარის კულტურას საერთოდ აღარ იარსებებს. არ არის საერთოდ მოსავალი, 1 ტონა მქონდა შარშან, წელს იყო 200 კილო. ისიც არაფრად არ ვარდა. ნახევარი კი არა, ნახევარზე მეტი დაზიანებულია. გავყიდე ვარ 30 თეთრად. ეს არ ვარ გასაკვირველი. თხილის შემდეგ აზიურმა ფაროსანამ სიმინდის ყანებსაც შეუტია. ადგილობრივების თქმით, სიმინდის გადარჩენა დროული შეწამვლის შემთხვევაში ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხედავთ უკვე რა მდგომარეობაში არის სიმინდი. ეს თავარი ძირითადი საჭმელი კულტურა ეს ოჯახში სიმინდი გვაქვს და ისიც არ იქნება წელს. თუ შეწამლეს ახლა შეიძლება რამე დარჩეს აქედან. რამე დარჩეს. და თხოვნა რა ხალხის თხოვნა, ყველას თხოვნა რომ როგორმე დროულად შეიწამლოს სიმინდი.
ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას გეგმის მიხედვით აგრძელებენ, თუმცა ეს მრავალწლიან სამუშაოებს მოითხოვს. გამგეობაში ამბობენ, რომ თხილის სოკოვანი დაავადებები მცენარის მოულელობის ბრალია. სახელმწიფო ამ შემთხვევაში ფერმერებსა და გლეხებს ინსტრუქციებისა და სწავლების საკითხებში დაეხმარება. აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანი ეს არის 8-დან 10%-მდე ფარგლებში, ხოლო უმეტესი მნიშვნელოვანი წილი ზარალიანობისა მომდინარეობს სოკოვანი დაავადებებისგან. ეს არის რა თქმა უნდა გარემო კლიმატური პირობებიდან გამძაფრება, ხოლო ძირითადი ნაწილი სამწუხაროდ აგროპროცედურების დაუცველობით და არასათანადო მოვლით მცენარეების. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აზიური ფაროსანა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოფლის მეურნეობის სექტორისათვის. სახელმწიფო ამ მიმართულებით კონსულტაციებს ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებთან გადის. ჩვენ როგორც იცით, ამჟამად ვაგრძელებთ სიმინდის ნათესებში ქიმიურ წამლობას და ეს არის აუცილებელი ღონისძიება იმისთვის, რომ ჩვენ ამ მავნებლის პოპულაცია შევამციროთ და მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მომზადებულები ვიყოთ. დღეისათვის საქართველოს მთავრობას რუსეთის ეროვნული სააგენტო ბრძოლის ყველაზე ეფექტიან მეთოდს პესტიციდებით წამლობის ღონისძიებებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ხელშეწყობით ალტერნატიული მეთოდების დანერგვაზეც მუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მეცნიერების ჩართულობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს რეკომენდაციები მოსავლის სწორად მოვლასთან დაკავშირებით. აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიშ მავნებელს წარმოადგენს. ორასი სახეობის მცენარეს, მათ შორის ხეხილოვან კულტურებს აზიანებს. მავნებლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებია. დღეს სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გიამბობთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ დაგველოდეთ. ეს არის ქრონიკა 8-ზე, რეკლამის შემდეგ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. მე აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წაღვერის ტყის მასივში ვითარება ფაქტობრივად უცვლელი არის, დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე მოდებული არის ხანძარი, ადგილზე მობილიზებული არის 100-მდე მაშველი. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, რა ხდება ბორჯომის ხეობაში. როგორც უკვე მოგიყევით გამოშვების დაწყების დროს, ვერტფრენმა მუშაობა დროებით შეწყვიტა, ეს იმიტომ, რომ არ არის ხილვადობა და დღის შუქზე უნდა განაახლონ მუშაობა, ეს მოხდება დაახლოებით დილის 6 საათზე. ჩვენ ბორჯომის ხეობას და წაღვერის ტყის მასივს, რა თქმა უნდა, გამოშვების ბოლოს ისევ დაუბრუნდებით. ამჯერად ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა ქაჯაია ჩაგვერთვება და მოგვაწვდის უახლეს ინფორმაციას. სანამ ნანუკა ჩაგვერთვება, იქამდე შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალყური თუ რა ხდება ამ წუთებში წაღვერის ტყის მასივში. ისევ სხვა თემები, ბარსელონაში ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ქალაქის მთავარ ტაძარში მესააღევლენა ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. საგრადა ფამილიასთან, იქ სადაც რამდენიმე დღის წინ ტერაქტის მოწყობა იგეგმებოდა, დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ბარსელონაში უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებული, ამ დრომდე გრძელდება გამოძიება. ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ ტერაქტის ორგანიზატორი ქალაქ რაპილოს მეჩეთის იმამია. სამგლოვიარო ზარებით და ლოცვით ბარსელონის მთავარ ტაძარში ტერაქტებისას დაღუპულები გაიხსენეს. მესას გარდაცვლილთა ახლობლები და სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მანამდე კი მეფე ფილიპ მე-6-მ და მისმა მეუღლემ დედოფალმა ლეტიციამ რამბლას ქუჩა მოინახულეს, რომელიც ტერორისტებმა რამდენიმე დღის წინ სასაკლაოდ აქციეს. დღეს კი იქ ყვავილებისა და სანთლებისგან შექმნილი მემორიალია მოწყობილი. მემორიალთან ადგილობრივებმა ეგრეთ წოდებული კასტელი, ანუ ადამიანების კოშკი ააგეს. ეს კატალონიელთა უძველესი ტრადიციაა, რომელიც ეთიანი ძალის, სიმამაცისა და ხალხის გამძლეობის სიმბოლოს წარმოადგენს. არ მეშინია ტერორისტების, ისინი ლაჩრები არიან. ისინი უდანაშაულო ადამიანებს ყველაზე უღირსი ფორმით უპირისპირდებიან. ჩვენ ერთად ვდგავართ და ეს გვაძლიერებს. ჩვენ ტერორისტები არ ვართ, ისლამი მშვიდობას ქადაგებს. ამ ლოზუნგით სამგლოვიარო ცერემონია მუსლიმებმაც მოაწყვეს.
ჩვენც მსხვერპლი ვართ, მომხდარ ჩვენც განვიცდით და რაც მთავარია ამ ტერაქტისას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა დაღუპულიყო. თავს საშინლოდ ვგრძნობთ. ეს ძალიან მტკივნეული აქ იმისთვის მოვედი, რომ ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს და ვუთხრა მათ, რომ ისლამი არაფერ შუაშია. ხალხის სოლიდარობის ფონზე პოლიცია მომხდარის ტერაქტების გამოძიებას აგრძელებს. ერთ-ერთი ვერსიით ბარსელონასა და კამბრილსაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორი შესაძლოა ქალაქ რიპილოს მეჩეთის იმამი იყოს. წარმომავლობით მაროკოელი აბდელბაკეს სატის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. პოლიციელებს თავად იმამი შინ არ დახვედრიათ. არსებული ვერსიით ის შესაძლოა ალკანარში მომხდარი აფეთქებისას დაიღუპა, სადაც გავრცელებული ცნობის მიხედვით ტერორისტები ბომბებს ამზადებდნენ. მას კარგად არ ვიცნობდი. საწყენი იქნება თუ ტერაქტებში მისი მონაწილეობა დადასტურდება. ჩვენ ყველა შეშინებული ვართ. ის ჩვეულებრივი იმამი იყო, არაფრით გამოირჩეოდა. საეჭვოც არაფერი შემინიშნავს. რამეში რომ დავეჭვებულიყავი, მე პირველი ვაცნობებდი პოლიციას. პოლიცია კიდევ ერთ ეჭმიტანილს 22 წლის მაროკოელ იუნეს აბაიაკუბას ეძებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ფურგონს, რომელიც ხალხს დაეჯახა, სწორედ ის მართავდა. მედიაში კი ტერორისტების იმ გეგმებზეც წერენ, რომელთა განხორციელებაც მათ ვერ შეძლეს. გამოცემა ესპანიოლის ცნობით ისლამისტების სამიზნე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, საგრადე ფამილიაც იყო. პუბლიკაციის მიხედვით ტერორისტები დანაღმული სატვირთო მანქანების აფეთქებას ტაძრის კედლებთან და რამბლეს ქუჩაზეც გეგმავდნენ. ტერაქტის კიდევ ერთ ადგილად გავრცელებული ცნობით ქალაქის პორტიც იყო შერჩეული. მედიის ვარაუდით დამნაშავეების გეგმას ალკანარის დასახლებულ პუნქტში მათი თავშეყრის ადგილის აფეთქებამ შეუშალა ხელი, სადაც კრიმინალისტებმა სატანის დედის სახელით ცნობილი ასაფეთქებელი აღმოაჩინეს. ტერაქტი ფურგონის გამოყენებით ბარსელონაში 17 აგვისტოს მოხდა. საზარელ თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 100-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კიდევ ერთი ტერაქტი აიციენეს თავიდან კამბრილსას მუნიციპალიტეტში 18 აგვისტოს. ქვეყანაში ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. დამნაშავეების ძიების ფარგლებში ძალოვნები კატალონიაში პრაქტიკულად ყველა მანქანას ამოწმებენ. 23 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული, ასეთია ინდოეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგი. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით არ არის გამორიცხული მატარებლის ლიანდაგიდან გადავარდნა დაუდევრობას გამოეწვია. კერძოდ კი სარემონტო სამუშაოების შესახებ სათანადო ნიშნის გამოუყენებლობას. შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთის უტარ-პრადაშის შტატში მოხდა. 13 ვაგონიანი შემადგენლობა რელსებიდან გადავიდა. ავარია დელიდან 115 კილომეტრში მოხდა. მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით იმ ჩინოსნების მიმართ, ვისი ბრალეულობაც დამტკიცდება, უმკაცრესი ზომები გატარდება. პირველადი დასკვნა დღეს საღამოსვე იქნება. ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება, თუმცა მედიაში ვერსიებმა უკვე გაჟონა. ერთ-ერთი მათგანის თანახმად კატასტროფა მუშების გამო მოხდა, რომლებიც სარკინიგზო მაგისტრალზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ. თუმცა ამის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნის დადგმა დაავიწყდათ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მემანქანე არ ფლობდა. ავარიისას სარკინიგზო შემადგენლობა საათში 100 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მემანქანე მკვეთრად დაამოხრუჭა. მერე გონება დავკარგე. აზრზე რომ მოვედი დავინახე, რომ ჩემს ახლოს მყოფი რამდენიმე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო. არ გამოირიცხება აფეთქების ვერსიაც. ამაზე ახლომდებარე დასახლებაში მცხოვრები თვითმხილველები მიუთითებენ. აფეთქების ხმაც გავიგე, ჰაერში ვაგონის ნაწილები და ქვები დავინახე. ვხედავდი ხალხი მატარებლიდან გამოღწევას როგორც ცდილობდა. საშინელი სანახავი იყო. მე აქვე ვცხოვრობ, ჩემი სახლიც კი დაზიანდა. ავარიას 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 120-ზე მეტი დაშავებულია, თუმცა მაშველების ვარაუდით მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. უცებ ჩამობნელდა, მგონზე რომ მოვედი ადგილობრივი მუსლიმები ჩვენ გადარჩენას ცდილობდნენ. მადლობა მათ რომ ცოცხალი ვარ. რკინიგზა ინდოეთში გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ამიტომაც ხელისუფლების განკარგულებით გამოძიების პარალელურად სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში დაიწყო. გარდაცვლილთა ოჯახებს კი ფულად კომპენსაციას პირდებიან. გადავიდეთ სპორტზე. ხელბურთში მსოფლიოს 19 წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდა. ღონისძიებას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საფრანგეთი და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. ვინ გახდა გამარჯვებული, ამას თამარ გალუაშვილისგან გავიგებთ. მოგესალმებით, დღეს დასრულდა მსოფლიოს 19 წლამდე ჩემპიონატი ხელბურთში, რომელსაც საქართველო 12 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ფინალურ
შეხვედრაში საფრანგეთმა ესპანეთის დამარცხება 28-25 მოახერხა. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოც იღებდა, რომელმაც 24 გუნდს შორის მე-20 ადგილის დაკავება მოახერხა. ძალიან რთული თამაში იყო და მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. მატჩის გარკვეულ მონაკვეთში გაგვიჭირდა, მაგრამ მწვრთნელის ჭკვიანურმა გადაადგილებებმა 100%-ით იმუშავა. პირველ რიგში მადლობა საქართველოს ტურნირს ღირსეული მასპინძლობისთვის. რაც შეეხება თამაშს, ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და გულშემატკივარმა უმაღლესი დონის ხელბურთი იხილა. ტურნირის მსვლელობის დროს საქართველოში იმყოფებოდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჰასან მუსტაფა, რომელმაც ჩვენთან საუბარში თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მისცა. ფინალური მატჩის დაწყებამდე ოლიმპიური სასახლის დარბაზს ლეგენდარული ხელბურთელის ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ანპილოგოვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. ჩემი დამსახურება დააფასეს, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასეთი დონის ტურნირის მასპინძლობა საქართველოში ხელბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უკვე საქართველოს ნაკრები ითამაშებს. საქართველოს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა და მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. რაც შეეხება ტურნირს, ჩემპიონატს მართლაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს. მთლიანობაში ჩემპიონატი შედგა ძალიან საინტერესო თამაშებით, რაც მნიშვნელოვანია, შეფასებები აქვს ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული საქართველოში ხელბურთის პოპულარობის გაზრდის მიზნით. მსოფლიოს 19 წლამდე ჩემპიონატი მე-7-ად გაიმართა. ტურნირის რეკორდსმენი დანიის ნაკრებია, რომელმაც ტიტულის მოპოვება 3-ჯერ მოახერხა. ეს თამარ გალუაშვილი იყო. საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. გუნდი A დივიზიონის საგზურის მფლობელი გახდა. ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველი ახალგაზრდები დიდ ბრიტანეთს შეხვდნენ და მეტოქე 1 ქულის სხვაობით 64-63 დაამარცხეს. საქართველოს 16 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო ბუკა ფეიქრიშვილი იყო. მან 21 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. დიდი კონკურენცია იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 12 საუკეთესო მოთამაშე იყო არჩეული თავისი ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ ქართველებმა შევძელით, ავიღეთ საპრიზო ადგილი, მესამე ადგილზე გავედით და გადავიყვანეთ ჩვენი მომავალი თვისწლამდელების გუნდი A დივიზიონში. ესეთი განწყობით გავედით, რომ ეგ თამაში თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შესაბამისად ძალები მოვიკირებეთ მესამე-მეოთხე პერიოდში და მივაღწევთ ამ მიზანს და გავედით მესამე ადგილზე. ჩვენ რა თამაშით ბიჭებმა ნახევარფინალის, მაგრამ სამწუხაროდ არ გავიმართლა. სამაგიეროდ გუშინ გავიმარჯვეთ და ღირსეულად მოვიპოვეთ ადგილი ევროპის ელიტარულ ჯგუფში. და როგორც უკვე მოგახსენეთ, გამოშვების ბოლოს უბრუნდებით ბორჯომის ხეობა, სადაც წაღვერის ტყის მასივში ხანძარი არის საკმაოდ მასშტაბური. უახლეს ინფორმაციას ადგილიდან მოგვაწვდის ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა ქაჯაია. ნანუკა, რა ხდება ადგილზე, რა მდგომარეობაა? ეხლა ხომ არ გაფართოვდა ხანძრის არეალი? თამთა ბოლო ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის შემიძლია მოგაწოდოთ, არის ის, რომ ბოლო 1 საათის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა სურათი. ფერდობის ქვედა ნაწილზე გადმოინაცვლა ცეცხლმა და შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ახლა კარტშიც ხედავთ, რომ თუ აქამდე ჰექტარ ნახევარი იწოდა, ახლა ცეცხლმა მოიცვა თითქმის 2 ჰექტარზე მეტი. ამ დრომდე 170 ადამიანი არის ჩართული ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში. აქედან 100 არის უშუალოდ პროფესიონალი მეხანძრე, თუმცა 70 არიან ახალგაზრდები, მოხალისეები. ისინი სხვადასხვა სოფლიდან შეიკრიბნენ იმისათვის, რომ ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრეებს დაეხმარონ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ცეცხლის სოფელ დაბაში დღის მეორე ნახევარში 2 საათისთვის გაჩნდა და ცეცხლის კერა არის საკმაოდ დიდი, მასშტაბურია ცეცხლი, რადგან არის ქარი და ეს უწყობს ცეცხლის გავრცელებას ხელს. ამ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ 170 ადამიანი არის ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. მთელი დღის განმავლობაში აქ დღის მეორე ნახევრიდან მუშაობდა ვერტფრენი, რომელიც
ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეფინდებისას მან შეაჩერა მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში გამთენისას 6 საათზე განაახლებს სამუშაოებს. მე გეტყვით, რომ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არ არსებობს საფრთხე, რომ დასახლებულ პუნქტამდე ჩამოაღწიოს ხანძარმა, რადგან დაახლოებით 2 კილომეტრი არის დაშორებული დასახლებულ პუნქტსა და ტყის მასივს შორის, რომელიც იწვის. ჩვენ რჩებით ადგილზე, ველოდებით მოვლენების განვითარებას. ამ დრომდე აქ 170 მეხანძრე მუშაობს იმისათვის, რომ ცეცხლის კერები ჩააქრონ. მადლობა. ვერჯემის ხეობიდან პირდაპირ ეთერში საუბრობდა ნანუკა ქაჯაია, წარმატებები ჩვენს მაშველებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი სამუშაო ველოდებათ წინ. ხანძრის შესახებ და არა მარტო ხანძრის შესახებ უახლეს ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე imedi.news.gr. ქრონიკა 8 საათზე ამით დასრულებულია.